იქამდე, სანამ 24 საათით ჩავანაცვლებ სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებს, დღეს ამ ვიდეოში ნახავთ, თუ როგორ ჩავანაცვლეს ჩემი ტყუპის ცალი და როგორ ჩავაბარე მის მაგივრად გამოწდა. და საერთოდ ჩავაბარე თუ გამოგვიჭირეს. იმისთვის რომ ეს გაიგოთ, უნდა დარჩეთ ვიდეოს ბოლომდე. არ დაგავიწყოთ, გამოიწევთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და დამიტოვეთ კომენტარი. რა მოგწონთ, ან რა შეცვლით ჩემ კონტენტში. ეხლა კი გადავიდეთ ვიდეოზე. გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ქეთი პირველად და თქვენ მოხდით ჩემს YouTube არხზე. დღეს გვეყოლება ჩვენ სტუმარი, კოზირი, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვილახავდი. ჩემი ტყუპის ცალი და სტუდიაში. აუდანი დაბდანი. ყავა ჩაი რა მის ხომ მიგეთ? არც ეს გაკეთება არის ნორმალურად. აუ, როგორ არ გავარდე? ეს იწამით. ვიდეოს თავარი იდეა ის არის, რომ ტყუპები ვართ და ვაფშე არ გავარდით. Ani რატომ? თქვენი ერთხელს გადაიყარეთ. გაიცან ხახო, ჩემი ტყუპის ცალი და Ani პირველი, რაიმის თქვენ ხო არ გინდა? დიდი ხანი მეხვეწებოდა გამომაჩინე. Go, tell something. მართვის მოწმობის გამოსვლაზე მაგვიანდება და აი ეს გალბატონი ეხლა მაჩქარებს კი არა გაკავებშო. კი, ლაპარაკობს ცოტა ზღელას. მიუტევოთ. რატო ვიღებთ საერთოდ ამ ვიდეოს? დაბალი ხარ და ეკამაჩნე. გალბატონ ანის ხვალ აქვს გამოცდა, რომელიც უნდა ჩატერეს პრეზენტაციით. და ხვალ ანი მუშაობს სვენას ვერცხლის. მე დაკავებული ვარ და ეს ყავს მოთლილი. გავაგზავნოთ. და აქედან გამომდინარე მე ანის ტყუპის ცალი, რომელიც ძალიან მგავს მიხვდებოდი თქვენ თვითონაც. უნდა წავსდგე ლექტორის წინაშე და ჩავაბარო პრეზენტაცია ანის მაგივრად. როგორ ვახერხებთ ამას? არ ვიცით. დამატებდი. სწორია, ლენაც არ უნდა გცოდნე. კაი, იმედი მაქვს რომ ლექტორი არ მიხვდება და არ ჩავიჭრები და არ ლექტორო თუ უყურებთ, ანუ პრობლემა ერთი წამი. თუ უყურებთ ამ ვიდეოს. ანიმ გააკეთა თავისი პრეზენტაცია. მე გავაკეთე პრეზენტაცია ბოლოს სხვა გზა არა გვაქვს და მაგით ვაკეთებ თაკოვებს. არ ცალია ფიზიკურად ავცალი. ხო და თუ უყურებთ მოგვიტევეთ პატივისცემა, რესპექტი ყველაფერი და ბარემ მეთქი ვიდეოც გადავიღოთ და იმედია ეს ყველაფერი პრობლემას არ გამოიწვევს. რამერჩევებს ხوار მომცემდით რომ გავითვალისწინო როგორია ანი ტყופნა. ესე იგი, არ უნდა ჩავიცვალ ქუსლები, იმიტომ რომ ანი დაბალია და ერთი წამი ხო და დაიკელი ორ დღეში თუ შეიძლება 5 კილო. იმიტომ მე უფრო შემდეგ გავხდარი 2 კილოთი. 5 ეს მაყურებელმა გადაწყვიტეს ვინ უფრო გამხდარი და ვინ უფრო ლამაზია. დაგვიწერეთ კომენტარებში ხალხო. გავარდეთ. ბევრი კომენტარი დააგროვეს ამ ვიდეო. ერთი წამი სანაცახალ მე ვიტყვი რომ 1000 გამომწერამდე დაგვრჩა სულ რაღაც 300 კაცი. დაგვრჩარეთ. კაი ხანი გაუშვათ მართვის მოწმობის გამოცდაზე, იმიტომ რომ მეც მინდა მართვის მოწმობა და ორივეს მაგივრად ჩააბარებს წავა. ხვალ შევხვდებით. ადიოს. მანამდე სანამ ანის მაგივრად პრეზენტაციაზე წავალ, რამდენიმე რამე მოქვს შესასრულებელი. პირველი, ვისწავლო და დავიმახსოვრო პრეზენტაცია ისე, რომ არ შემეშალოს. ჩავიცვა და გამოვიყურებოდე ისე, რომ ანის დავემსგავსო. და მესამე, უბრალოდ არ გამოგვიჭირო. იონხტოდი სახალხო. ეს არის პრეზენტაციის დღე. ეხლა გავუღუდე. ფაქტი ჩემს შესახებ არ მოყურჩოლებული ყავარდიანი ყავს ხოლმე. იცით რა შეა პრობლემა? აი, თავიდან ხომ ვიწყებ, რომ გამარჯვებათ პრეზენტაციაზე მუშავდით მე და მინდა რომ თქვა ქეთი პირველი, როცა არა ვარ ქეთი პირველი. ანუ დღეს აი ცოტა მაერორებს. გავიარე კონსულტაცია ანის კურსელებთან. რა უნდა ჩავიცვა? ხო, ახლა წავედი ჭამოდა ვიმეცედინო. მეცედინებას მოვჭი გავიარე. ახლა უნდა წავიდე, ჩავიცვა, გამზადო და let's go. მეცე ბოდე და ზემოდან პროჯექტი, რომელიც ერთად არ უხდება საერთოდ. არა, თავარია მე ხომ დღეს ჩემი თავი არა ვარ. რამოსნაირად დავამსგავსე ხალხო ანის. იმალე თქვა სამშობლოა კი სადაც ზოგი ხო ისე ჩუყურებ მეც არ მიცნობ და არისაც არის მოთ. ავედით. კომენტარს ხარ გააკეთებდი. როგორ უნდა გავაკეთო ისე ვანი იყო. ამ ვიდეოდან დაახლოებით 5 წუთში უკვე გამოცდაზე ვიყავი. თუმცა მოულოდნელად სულ რამდენიმე წამში გამოცდაზე დამკვირვებელი შემოვიდა, რომელმაც მომთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. რომელიც მე არ მქონდა რა თქმა უნდა. მიწერე ანის. ანი დროზე პირადობის ფოტო ჩამიგდე. ანი არ პასუხობს. ზარზე ვუშვებ, მაგრამ ანი ისევ არ პასუხობს. როგორც იქნა ნახა მესიჯი და გამომიგზავნა პირადობის ფოტო. გავხსენი ტელეფონში ფოტო და მივუტანე დამკვირვებელს. დამკვირვებელი ფოტოს უყურებს, მიყურებს. უყურებს
და ისევ მე მიყურებს. მან ცოტა დავიძაბე, მაგრამ უეცრად დამკვირვებელმა მიდი შულო ხელი მოაწერეო. ხო და მეც მოვაწერე ხელი და დავიწყო პრეზენტაციის გაკეთება. პრეზენტაციამ იდეალურად ჩაიარა. და აი ასე მარტივად ჩავაბარე გამოსდა ჩემი ტყუპისცალი დის მაგივრად. უი, აქვე ხო, განმარტება უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის. Adiós.